თავისუფალი საქართველოს ხელვაჩაურის მაჟორიტარი მოქმედ ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისკენ მოუწოდებს. მერაბ ღოღობერიძის აზრით მოსახლეობისათვის ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემა საარჩევნო პერიოდში არ უნდა იზღუდებოდეს, რადგანაც ხშირ შემთხვევაში შემწეობა ბენეფიციარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მერაბ ღოღობერიძის განმარტებით მუნიციპალიტეტებში მოქმედი პრიორიტეტების მიმნიჭებელი კომისია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან უნდა დაკომპლექტდეს, რაც კომისიას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისაგან დაიცავს. ბათუმის საკრებულოს იურისტი პირად საუბარში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას ვერ ხედავს. სულიკო შვენთიძის თქმით, არასამთავრობოების კომისიაში შეყვანა ვერ იქნება იმის გარანტი, რომ მუნიციპალიტეტს ეს ამომრჩევლის მოსყიდვა არ ჩაეთვლება. იურისტი პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს ინიციატივით საქართველოს პარლამენტს მიმართოს. დაუწიენ არჩევნებს. მიმართოთ ხელისუფლებას და საქართველოს პარლამენტს, გამგეობებსა და მუნიციპალიტეტებს, რათა ის ერთჯერადი დახმარებები, რომლებიც გაიცემოდა წინასაარჩევნო პერიოდშიც გაიცეს, ეს არ ჩაითვალოს, რა თქმა უნდა, ამორჩევლის მოსყიდვაში. კომისიაში დაკომპლექტდეს ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებით, რათა არ მოხდეს გაუგებრობა და თქვათ არ ჩაითვალოს მოსყიდვად. და ჩვენი ინიციატივა, რომ არჩევნების დასრულებამდე ამ ადამიანებს ვარს ნუვეტყვით, იმიტომ რომ შესაბამისად ამ ადამიანებს ჭირდება დახმარება.